მოგესალმებით, მინდა გესაუბროთ ხედვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ადამიანის უფლებები საქართველოში, დავიბრუნოთ კანონის უზენაესობა და დავბრუნდეთ დემოკრატიულ ჩარჩოში. პირველი, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები. უნდა გაუქმდეს ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში მიღებული ყველა ის კანონი, რომელიც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებებთან. მაგალითად, როგორიც არის ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, ოფშორების კანონი, მოსმენების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და სხვა. ასევე, ყველა იმ კანონში, რომელშიც რეჟიმმა შეიტანა ცვლილებები და ეს ცვლილებები წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებებთან, უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ სტანდარტს. მაგალითად, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, პოლიციის შესახებ კანონი და სხვა არაერთი. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, აქ უნდა მოხდეს არა მხოლოდ რეჟიმის პირობებში განხორციელებული, გაუარესებული ცვლილებების შეცვლა, არამედ სრულად რეფორმირებას უნდა დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. და ბოლოს, ცვლილებები უნდა შევიდეს ასევე სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსი ზოგიერთ დანაშაულთან დაკავშირებით უნდა გახდეს მეტად ჰუმანური. მეორე, უნდა მოხდეს დროებითი სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს ქართული ოცნების რეჟიმის მმართველობის პირობებში ჩადენილ დანაშაულებებს. როგორც პოლიციელების, სამართალდამცველების, ეგრეთ წოდებული ტიტუშკების, მოსამართლეების თუ ნებისმიერი სხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც უნდა შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ შეასრულა, ან რომელმაც თავად მოახდინა ძალადობა თუ დანაშაულის თუ სამართალდარღვევის ჩადენა მიმართული მოქალაქეების, ადამიანის უფლებების და სახელმწიფოს წინააღმდეგ. მესამე, ეს არის ამნისტირება და კომპენსირება. ამ ნაწილში უნდა განხორციელდეს ერთიანი რეესტრის შექმნა, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ყველა ის პირი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით თუ ადმინისტრაციული წესით იქნენ რეპრესირებულნი, ან რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობა. უნდა მოხდეს სისხლის სამართლის წესით გასამართლებული პირების, ასევე ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირების სრული ამნისტირება და როგორც სასჯელები, ასევე სახდელები უნდა გაქარწყლდეს. უნდა მოხდეს ყველა იმ პირის დაზარალებულად ცნობა და მათთვის კომპენსაციების გაცემა, ვინც უკანონოდ იქნენ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულები ან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები და შესაბამისად, ვისაც თავისუფლება აღიკვეთა უკანონოდ. იმ პირების ასევე, ვისაც განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა ან დაექვემდებარნენ წამებას. უნდა განხორციელდეს ყველა იმ ჯარიმის ჩამოწერა, რომელიც აღნიშნული აქციების ფარგლებში სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოწერილი თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ, ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, იბრძვიან ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიის დაბრუნებისათვის საქართველოში. და მეოთხე, რეფორმები. რეფორმას უნდა დაექვემდებაროს სასამართლო, პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, ანტიკორუფციული ბიურო. ამ ნაწილში მინდა გამოვყო სასამართლო. ვინაიდან სასამართლოში საჭიროა განხორციელდეს ორი მიმართულებით მნიშვნელოვანი მოქმედებები. ერთი, ეს არის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და მეორე, უნდა შეიქმნას სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში თავისუფალი მოქალაქეების აქციის მონაწილეების მიმართ მიღებული განაჩენების და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების საქმეებს და შესწავლის შედეგად დაადგენს აღნიშნული საქმეების განხილვა მოხდა თუ არა ობიექტურად, მტკიცებულებები შეფასებული იქნა თუ არა ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად და მიღებული იქნა თუ არა ობიექტური სამართლიანი გადაწყვეტილებები. მე გესაუბრეთ ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია განხორციელდეს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაუბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოს
და მოხდეს კანონის უზენაესობის დაბრუნება. ამის შემდგომ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანის უფლებების სტანდარტის გაძლიერებაზე და ევროკავშირთან ჩვენი კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე, იმისთვის, რომ ადამიანი, როგორც ღირებულება, ამ ქვეყანაში იყოს დაცული და არც ერთ ხელისუფალს აღარ შეეძლოს მის წინააღმდეგ მოქმედება, რეპრესიების განხორციელება და შერჩევითი სამართლის გამოყენება.